მოგეხსენებათ ჯერ ვიყავი გამას დროებით ჩემპიონი 65 კილოგრამში. შემდეგ ბაქარ გელენიძე თავისი მიზეზების გამო წავიდა გამოდან და ნამდვილი სრულფასოვანი ქამარი დამჭა მე 65 კილოში. შემდეგ მინდოდა რომ აი წელს 2025 წლის ბოლომდე ეს ქამარი დამეცვა, მაგრამ საბოლოოდ საბრძოლველად არავინ არ შედებოდა და არავინ არ იყო ვარიანტი რომ მეჩხუბა. ასე რომ ეხლა საბოლოოდ გამოჩნდა ერთი ბიჭი, მე-7 ნომერი ჩემს წონაში და გამოთქვა სურვილი ჩხუბის. არ იქნება არანაირი პრობლემა, ვეჩხუბები ირაკლი ჯეირანაშვილს და ვნახოთ დანარჩენს ბრძოლა გვიჩვენებს რა. რაც შეეხება საქამრო ბრძოლა, ჩავატარე ოთარ შეღვიაშვილთან. ძალიან მაგარი ბიჭია, როგორც ადამიანურად, ისე სპორტსმენი. ოთარ შეღვიაშვილთან რაღაც ურთიერთობა მანამდე მქონდა, ასე თუ ისე მეგობრული და რინგზე შევედი, მაინც ასე თუ ისე რაღაცნაირად მოდუნებული რა. ხო, ამ შემთხვევაში ირაკლი ჯეირანაშვილთან არანაირი მეგობრული არ გამაჩნია, არანაირად არ ვიცნობ ამ ბიჭს, ასე რომ ვფიქრობ, რომ ბევრად მრისხანე ვიქნები რინგზე და ბევრად სხვა დონეს დავდებ. რაც შეეხება მომზადებას ოთარ შეღვიაშვილთან ჩხუბის შემდეგ, გაჩემპიონების შემდეგ, მომზადება ბევრად მოუმატე. ზოგადად ყველა ჩხუბის შემდეგ ბევრად მაღალ დონეს ვდებ რა, ყველა ჩხუბზე, ან ყველა შემდეგ ჩხუბზე. ასე რომ მაგარ ფორმაში ვარ რა. ირაკლი ჯეირანაშვილს ვეუბნები ამ ყველაფერს და მოემზადე ძმაო და მაღალი დონე და მაღალი კლასი დავდოთ ჩვენ ჩხუბზე. როგორც მოგეხსენებათ 65 კილოში გამოწვევა გაუკეთე გიორგი ფოლადაშვილს, მაგრამ ამ ბრძოლაზე, ამ თვეში უფრო სწორად, თავისი მიზეზის გამო, იმის გამო რომ ბრძოლა აქვს, როგორც ხალხმა თქვა და როგორც თვითონ თქვა უარი ჩემთან ჩხუბზე. დანარჩენებიც უარს იძახდნენ რა. ვინებიც იყვნენ, ბევრი ვარიანტი იყო კიდე გიორგი ფოლადაშვილის გარდა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ბიჭებმა უარი თქვეს, ამიტომ არაფერს არ გავაბუქებ, არაფერს არ ვიტყვი ზედმეც, ბიჭებო, იცოდეთ რომ 65 კილოგრამის ქამარი ჩემია და აწი ბრძოლა მოგიწევთ. ერთ დროს 65 კილოგრამი სავსე იყო კონკურენციით რა და ბიჭები თავს არ ზოგავდნენ რომ ქამარი აიღოთ. ხო და ეხლა ჩემია ეს ქამარი. ასე რომ რადგანაც ფოლადასთან რინგზე დაძაბულობა მომივიდა, იქ ეხა ბიჭმა თითი გამოიშვირა, მეც გადავედი რინგზე, გამოვიწვიე თავისთავად. რადგანაც ეს დაძაბულობა მოხდა ჩვენ შორის, მინდა რომ მაგ ბიჭთან ბრძოლა ჩავატარო აუცილებლად. სანამ ქამრის ფლობელი ვარ და ვიქნები აუცილებლად რა. მოვიდეს მეჩხუბოს, come here baby. I don't need location. I'm here always. And fight bro, fight. მომზადებას რაც შეეხება, ძალიან მაგარ დარბაზში გლანში ვემზადები ფიტნეს ტაიმში. ეს დილაობით აქ ვარჯიშობდა. საღამოობით მერე ჩემი დეკადებრიჯი, ჩემი სახლი, უცვლელი მად ვარჯიშობ რა, საღამოობით მად ვმზადები, თავარი ტრენერები ვინებიც ყვანან, ზვიადი ფერაძე და დანარჩენი კიდე ეგენი მომზადებენ რა. ძალიან მაგარ ფორმაში ვარ. ყოველთვის ესე ჟილკიანი ხასიათით მივდივარ ბრძოლამდე, ბრძოლის წინა პერიოდამდე. სულ ასე გავდივარ, ამ პერიოდს გავდივარ. რავი, ჩემ ყველა მოწინააღმდეგეს მომავალში უსურვებ რომ კარგად მოემზადონ და უსურვებ რა ვეუბნები რომ კარგად მოემზადონ და ბევრი შრომა ჩადონ სანამ ჩემთან რინგზე განმოვლიან საბრძოლველად რა. იმიტომ რომ აქ მგლები ხვდებით. ამიტომ მამბერი ხოძეა. ჩემთვის ეს ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთპიროვნულად, იმიტომ რომ სატიტულო ბრძოლა იმაზე ადრე მივიღე მე ვიდრე ველოდებოდი. მართალია გამაში მხოლოდ ერთი ბრძოლა მაქვს ჯერ ჩატარებული, თუმცა მე არ ვთვლი რომ ის იყო მთლად ჩემი ბრძოლა. და როდესაც იობაშვილმა განაცხადა რომ არავინ არ ებრძოლებოდა ქამარზე და მას სურდა ქამრის დაცვა, ამიტომ შევთავაზე მე ქამარზე ბრძოლა. ჩემთვის ბრძოლა და ეს
ანუ არ არის უცხო პირიქით. ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს. ასე ვთქვათ, ჩემი მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ, ამ საქმეს ვეწევი. ამიტომ დიდი რო თქვა რომ რამე განცდა ისეთი არ მაქვს არაფერი პირიქით 2 მაგად და 3 მაგადად მოტივირებული ვარ, იმიტომ რომ სხვათა შორის საქართველოში პირველად მიწევს ბრძოლა ქამარზე. ანუ აქამდე არც პროფესიონალურ კრივში, ანუ არსად ქამარზე უშუალოდ საქართველოში არ მიბრძოლია. ამიტომ არის ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ვდებ თითოეულ ვარჯიშში, ანუ ბოლომდე ვიხარჯები, რომ ანუ ეს ბრძოლა აი აუცილებლად ჩემი უნდა იყოს და მაგ ჟინით და მაგ მოტივაციით მივდივარ და იმ მოტივაციით ავარ რინგზე, რომ იქიდან მხოლოდ და მხოლოდ ქამრით ჩამოვალ. სხვა ნაჩვენი ვერსიას არც კი განვიხილავ. ჩემი დებიუტი ფაქტიურად შედგება პირდაპირ ქამარზე, რაც შეეხება წინა ბრძოლას ჩემთვის კიდევ გამეორდები რომ ბრძოლა არ იყო, იმიტომ რომ სხვათა შორის არც გამჭირვებია არც პატარა თათმანებიდან დიდ თათმანებზე გადმოსა, იმიტომ რომ ხშირად კიკბოქსინგშიც და ივაშიც მიწევდა ხოლმე ასე თუ ისე პატარა თათმანებით ბრძოლა, ამიტომ ჩემთვის ეს უცხო არაა. მაგრამ რაც შეეხება წინა ბრძოლას, ანუ ვერ წავიდა, ვერ ვაჩვენე იმის 10%-იც კი, რაც შემიძლია. აქ კიდე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვაჩვენო ის ყველაფერი, რაც შემიძლია, რისი გაკეთება შემიძლია და მაქსიმალურად დავიხარჯო და დარწმუნებული ვარ, აი ამ ბრძოლით ხალხი აი ძალიან დიდხანს ისაუბრებს, აი ძალიან დიდხანს. ზოგადად მომზადების პროცესმა ძალიან კარგად მიმდინარეობს, არანაირი ტრავმები, ყველაფერი მიდის ისე როგორ დაგეგმილი გქონდა. ამჟამად ვართ ახლა წონის კლებაზე. მართალია წონა ძალიან დიდი არ მაქვს, თუმცა მაინც საჭიროა. ამიტომ ეს კვირა მექნება უფრო კარდიო ვარჯიშები, სირბილი, კიბეები, ბრძოლა ჭრილთან და თათებზე მუშაობა მე მწვრთნელთან ერთად. ხოთაშო კრივი დავიწყე 5 წლიდან. მამა ჩემი ამ მწვრთნელი, მან შემოყვარა ეს სპორტი, დღესაც ეგ მომზადებს და მიდგას გვერდში მაქსიმალურად. როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ირაკლიმ ბავშვობიდან დაიწყო ვარჯიში, დავიწყეთ კიკბოქსინგით. შემდეგ როცა გახდა 18 წლის უკვე გადავედით პროფესიონალურ კრივზე. პირდაპირ სამოყვარულო კრივის გარეშე პირდაპირ გადავედით პროფესიონალურ კრივზე. აქვს მრავალი წარმატებები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ძალიან კარგ ფორმაშია ამჟამად. და თვითონ ნახავთ ბრძოლის დროს აბსოლუტურად მზად არის. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს ლუკას იობაშვილს, გადავხედე სრულად შევისწავლე მაგის სტილი, თითოეული დარტყმა. ძალიან კარგი მებრძოლია, როგორც მებრძოლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. აი ბიჭია, ძალიან მინდა და სხვათა შორის იობაშვილთან ბრძოლა, ნუ ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება ეს ჩვენი. სხვათა შორის 65 კილოგრამი, ანუ ძალიან კონკურენტულია და სულ ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის, რომ ანუ არავინ გამოჩნდა, არავინ გამოთქვა სურვილი ლუკასთან ბრძოლაზე რა. ამიტომ ეგრევე არც არავის არ დავაცადე გამოწვევა ლუკასი, ამიტომ გამოუწვია ეგრევე პირდაპირ მე შევთავაზე უფრო სწორად, გამოწვევა უფრო ნაკლებად, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უფრო ალბათ შევთავაზე ბრძოლა რა ქამარზე. წინასწარ ასე ბრძოლას ვერ განსაზღვრავ, რას ვაპირებ და როგორ ვაპირებ. მაგას გამომდინარე პირველი რაუნდის მერე გავიგებთ. პირველ რაუნდში ყველა ვარიანტში როგორც ჩვეულებისამებრ შევისწავლი აუცილებლად. და მე როგორც ბრძოლა მოითხოვს, როგორც ტაქტიკა მოითხოვს, ისე ისა. მე მინდა რომ ვიჩხუბო ბოლომდე 5 რაუნდი.
იმიტომ რომ უნდა გამოვცადო ის ყველაფერი მინდა რასაც გამაში ბრძოლა ქვია და ჩხუბი უშუალოდ. არ მინდა რა, მე არ მინდა პირადად რომ ბრძოლა დროზე ადრე დასრულდეს. მინდა რომ ბოლომდე ვიჩხუბო. მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდეს და მე ვიყო სიამოვნება ამ ყველაფერით. ჩემპიონი გავხდი შეგვეშთა ბრძოლის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ძალიან რადიკალურად შეიცვალა თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დაფასება მანამდეც ჰქონდა, მანამდეც ცნობდა ხალხი, მაგრამ რაც ჩემპიონი გავხდი, უფრო მეტმა ადამიანმა გამოხატა ყურადღება, ასე რომ ვთქვათ, უფრო სიყვარულით მიმიღეს რა, იმიტომ რომ დაინახეს ამ ჩხუბში, ბევრი რაღაც დაინახეს ჩემიდან ის ჟილკაის ხასიათი და მებრძოლის ჟინი რა. და თუნდაც ჩემი სანათესაო საძმაკაცო სულ აი ჩემპიონოთი მიხსენიებენ რა და აი როგორ თქვა ანუ სასიამოვნოც კი არა ეს ამბავი მეგობრებისგან სანათესაოსგან დაფასება ზოგადად ძალიან სასიამოვნოა იმიტომ რომ აქამდე გრძელი გზა გამოვიარე ზოგადად სანამ აქ მოვიდოდი გამაში მოვიდოდი და დიდი გზა გამოვიდა რა მოკლედ ну სამომავლოდ რაც შეეხება მარტო კამრის დაცვით არ დაკმაყოფილდები რა თქმა უნდა მინდა რომ ჩემი ქვეყნის სახელი გამასახელი გავიტანო საზღვარგარეთ გავიდე სხვადასხვა ორგანიზაციებში ну შიშველი ხელები ჩხუბს ჯერ არ ვგეგმავ და არც მაგ მიზნად უფრო ალბათ MMA-ს ვგეგმავ ან პროფესიონალურ კრივს რო გავაგრძელებ რა ну სამომავლოდ ეს გეგმები მაქვს რა ეხლა საზღვარგარეთ ზუსტად არ ვიცი სად წავალ და როგორ წავალ მაგრამ მინდა რომ წავიდე რა სადმე დიდი სურვილი მაქვს რომ წავიდე. ნუ საქართველოში დარჩენა არ მინდა რა ჯერჯერობით ასეთი აზრი მაწუხებს რა და ასეთ აზრზე ვიქნები ალბათ უახლოეს პერიოდშიც. ნუ სანამ საქართველოდან წავარ ჯერჯერობით აქ ვარ, აქ ბინადრობ, მამბერი ბინადრობს და ყველას მოუწოდებ რომ აი იყიდოს ბილეთები, მოვიდეს ჩემ ჩხუბზე 15-ში, ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება 100% გეუნებით ყველას და რა ვიცი, შვილები, მამები, დედები, ყველა წამოდით, ვინც ყავთ ოჯახში წამოიყვანეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ჩხუბი და ძალიან მაგარი სანახაობა იქნება. ეგეც დამოკიდებული იქნება ჩემს მოწინააღმდეგეზე, რა თქმა უნდა, ну, როგორ გამიქაჩავს და როგორ ბრძოლას წარმართავს ჩემთან რა, რინგზე. იმაზეცაა დამოკიდებული და ну, სანამ საქართველოში ვარ, პრეტენზია არავის კონდეს 65 კილოგრამის ქამარზე რა. გასწორე ხელები. ახლა გასწორე ხელები. ეხლა ვიყოფებით Power Max-ის პეკინის ფილიალში. აქ ყავს მოსწავლეები საღამოს საათებში დილით მე ჩავატარე ჩემი ვარჯიში. ძირითადად ქართული ვარ, ჩემი ყოველდღიურობა არის კრები, თუ მე არ ვარჯიშებ და ვეხმარები მომავალ თაობას, გაიზარდონ უფრო ჯანსაღები, უფრო დისციპლინირებულები, უფრო მეტად თავის წმენა გქონდეთ. რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ვისწავლე, რაც მე კიდევ ვსწავლობ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ გადავცე მომავალ თაობას. ანუ ზოგადად კრივი, დარბაზი და არა მარტო დარბაზები, ესაა ჩემი ყოველდღიურობა ზედმეტად. ფიზიკურად სიმართლე ვთქვა, თავისუფალი დრო არ მაქვს. მაგრამ როდესაც მაქვს ხოლმე თავისუფალი დრო, იმ თავისუფალ დროსაც ზედმეტად ჩემ შვილთან ერთად ვატარებ ხოლმე. დანარჩენი მთელი ჩემი ცხოვრება არის აი ამით და ძალიან კმაყოფილი ვარ მე ჩემი ცხოვრებით პირადად. ასეთი ჩემი ტემპით ცხოვრება. 15 ნოემბერს ყველას გეროლდებით ხსნის 2 ნომერში. ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლები იქნება, ძალიან მაგარი შოუ იქნება. პირადად მე ვპირდებით რომ იქნება პირადად ჩემი ბრძოლა აი არ ნახული, რომ ჩემი აზრით ეგეთი ბრძოლა ჯერ ნახე არც გექნებათ მთელი სეზონის განმავლობაში რა. მე მაქვს ამის ამბიცია და იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს.